როგორია ოპოზიციის გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლებულ არჩევნებთან დაკავშირებით? არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს ამ პროცესში შესვლა წყალს ქართული ოცნების წისქვილს იასხამს და 4 ოქტომბრისთვის სულ სხვა გეგმა აქვთ. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, 4 ოქტომბერი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის დღედ უნდა იქცეს. თუმცა არა არჩევნების, არამედ ეროვნული მოძრაობის გზით. არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლობად მიაჩნიათ ლელოსა და პარტიაში საქართველოსთვის. აღნიშნული პარტიების ოზურგეთის წარმომადგენლობებში ამბობენ, რომ აუცილებელია ოპოზიციურად განწყობილ ამ მომრჩეველს ადგილობრივ თვითმმართველობებში საკუთარი წარმომადგენლები ყავდეთ. გეგმა აქვთ შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებითაც. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არ აპირებს მიიღოს ივანიშვილის რუსულ ცირკში მონაწილეობა. ამის საპირწონედ ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ბრძოლას. ეს არის ბრძოლა მათ შორის ეროვნული მოძრაობის შექმნით. იცით თქვენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ინიციატივა, რომ 4 ოქტომბერს ყველანი, ვინც არ ეთანხმება ამ არჩევნების ჩატარებას, ყველა ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, შევიკრიბოთ და შედგეს ეროვნული მოძრაობა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. გახარიაზე სიმართლე გითხრათ, არასდროს მქონია მე პირადად და არც ჩემს პარტიას მათ შორის წარმოადგენენ, რომ ისინი ივანიშვილის ოპოზიცია იყვნენ. რაც შეეხება ლელოს, სიმართლე გითხრათ, გული მწყდება მასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი არის ამ პარტიაში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო პოლიტპატიმრებია ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად ამისა, ეს არის ივანიშვილის ბრჭყალებში გაправება მათ შორის იმ ყველაფრის, რის ჩადენასაც ახლა ეს ადამიანები აპირებენ, ქოცებს გულისხმობ და ყველაზე დიდი ცუდი რაც არის ამ ყველაფერში, ეს არის საერთაშორისო მხრივ როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საერთაშორისო პარტნიორებში როცა ვთხოვთ, რომ დაასანქცირონ ქოცები და ეხლა ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შევდივართ ამ არჩევნებში, აჩვენებენ უბრალოდ, შედიან ამ არჩევნებში, ნუ რას ვეუბნებთ, ან თქვენ დაასანქცირეთ, ჩვენ ლეგიტიმაცია უნდა მივცეთ და ასევე ის შრომა, რაც ქართულმა ხალხმა გასწია, რომ ამ რეჟიმის მხილება მომხდარიყო საერთაშორისო დონეზე, მათ შორის დატყვევებული ახალგაზრდები, რა ვიცი, ჩემი აზრით ეს პარტიები აპირებენ, რომ მათი შრომა წყალში ჩაყაროთ, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივცეთ ამის უფლება და აუცილებლად 4 ოქტომბერს ეროვნული მოძრაობის საშუალებით უკან არ დახევის საშუალებით ვფიქრობთ, რომ რუსულ რეჟიმს გაუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ყველნაირ ზღვარს გადავიდა უკვე დღევანდელი მთავრობა, პოლიტპატიმრები გადაშორდა უკვე 50-ს, დაშინებები ხალხის, ძალადობები, ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში იმისათვის, რომ გამოვლიტოთ მანდატები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვიდეს წარმომადგენლები ოპოზიციური, რომ გაკეთდეს საქმე და ჩვენი ქვეყანა, რომელიც ადამიანებმა შეწირენ თავი, რომ ევროკავშირში შევსულიყავით, დღეს მივდივართ, რომ კარგავთ ყველაფერს ფაქტიურად. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გაყალბება არ მოხდეს ამ არჩევნებში. ჩვენ შევისწავლეთ ტექნოლოგიები, უკვე თავდაცვის მიზნით შეგვიძლია რაც წინა ხარვეზები იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვასწოროთ ის ხარვეზები. გახარია საქართველოსთვის პარტია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ანუ თავიდანვე განაცხადეს, რომ მიიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამის მოტივი იყო, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაგვეტოვებია მხოლოდ ოცნებასთან ერთად არჩევნებში. მუნიციპალური არჩევნები კიდე სხვა თემაა, ანუ კონსტიტუციური უფლებაა ხალხის და ეს უნდა გამოვიყენოთ ეს უფლება. ხალხმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება. ეს არ არის ოცნების არჩევნები, ესაა ჩვენი ხალხის არჩევნები, რომ ყავდეს ჩვენი წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, ჩვენ ვიმუშავებთ და ვმუშაობთ ხალხთან, არ შეგვიწყვეტია ამაზე. ხალხის განწყობაც ზოგადად არის უფრო ხელისუფლებისადმი ოპოზიციური. ანუ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე ხალხს კონდეს მათი ხმა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ყავდეთ წარმომადგენელი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ.